წარმოიდგინეთ ერთი წამით, რომ გიზას დიდი სფინქსი, აი ის ეგვიპტის სიმბოლო, შეიძლება ათასობით წლით უფრო ძველი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ათასობით წლით, ეს სერიოზული განაცხადია. ხო, და თან რა არის იცი? თითქოს მის ზედაპირზე კვალი არა ქარმა და ქვიშამ დატოვა, არამედ წვიმამ, თან ხანგრძლივმა წვიმამ. აი მან დიწყება ყველაფერი. იმ პერიოდის წვიმებმა, როცა სახარა ჯერ კიდევ, მწვანე და ნაყოფიერი იყო. და კიდევ პირამიდები, როგორ შეიძლება მათი განლაგება ზუსტად ასახავდეს ვარსკვლავებს? ოღონდ არა 4500 წლის წინანდელ ცაზე, არამედ ბევრად ადრე. დღეს სწორედ ამ საკამათო, მაგრამ ძალიან დამაინტრიგებელ თეორიებს შევღრმავდებით. ჩვენი მიზანია გავიყოთ, რას გვეუბნება გეოლოგია და ასტრონომია გიზას მონუმენტებზე. იქნებ რაღაც გვაკლია ჩვენს ისტორიაში. დავიწყოთ სფინქსით მაშინ. ეგ ეროზია მართლა უცნაური, აი ახლოდან ვინც ნანახი გაქვთ და მეთანხმებით. კი ბატონო. ჯონ ენტონი ვესტმა და ამერე გეოლოგმა რობერტ შოკმა მიაქცია სამსხურებდება. სფინქსის კირქვის ტანზე და მის გარშემო აი მთხრილში ღრმა ვერტიკალური ღარებია. როგორი? წყლისგან ჩამორეცხილივით? ზუსტად, ტალღოვანი. წყლის მიერი ეროზიის კლასიკური ნიშნებია. შოკის ანალიზით ასეთი რამ რომ მომხდარიყო საჭირო იყო, მინიმუმ 1000 წელი ძლიერი წვიმები. 1000 წელი წვიმა ეგვიპტეში. ეს ხომ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო. დიახ, გეოლოგიურად ასია. ასეთი კლიმატი გიზაში ბოლოს დაახლოებით 12000 შეიძლება 12500 წლის წინ იყო, როცა საჰარა სავანა იყო. ანუ ეს თარიღი. ეს თარიღი სრულიად ცვლის ყველაფერს. ტრადიციულად სფინქსს ხომ ფარაონ ხაფრეს უკავშირებენ, ესე იგი, დაახლოებით 4500 წლის წინანდელ პერიოდს. სხვაობა 8000 წელია. მართლა დაუჯერებელია. და ეს მარტო გეოლოგიაა. პირამიდებზე რას ვიტყვით? ასტრონომიაც ხომ ახსენე. ხო. და აი აქ ხდება კიდევ უფრო საინტერესო. რობერტ ბოვალის თეორიით, გიზას სამი პირამიდა დედამიწაზე ორიონის სარტყლის სამ ვარსკვლავს ასახავს. ორიონი ანუ სახუ, ოზირისთან იყო კავშირში. გასაგებია, მაგრამ თავარი რა არის? თავარი პრეცესია. დედამიწის ღერძი ირხევა და ვარსკვლავები ცაზე გადაადგილდებიან საუკუნეების განმავლობაში. ბოვალმა გამოთვალა, რომ პირამიდების განლაგება ორიონის სარტყლს იდეალურად ემთხვეოდა არა 4500 წლის წინ, არამედ დაახლოებით 10500 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ისევ ის პერიოდი 12500, 10500 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე. როგორ ჯდება ეს ყველაფერი ერთად? და სფინქსი, ის ხომ ზუსტად აღმოსავლეთს უყურებს? ზუსტად. გაზაფხულის ბუნიობისას მზის ამოსულის წერტილს. და აი იმ 10500 წლის წინ გაზაფხულის ბუნიობისას მზე ამოდიოდა ლომის თანავარსკვლავედის ფონზე. ლეო. ანუ ჰიპოთეზაა, რომ სფინქსი თავიდან იყო ლომი, თლიანად ლომი, თავიც და ტანიც, რომელიც ამ კონკრეტულ ასტრონომიულ ეპოქას, ლომის ეპოქას აღნიშნავდა. და თავი იმერე გადააკეთეს. ფარაონის სახეთ. რატომ? შესაძლოა. თეორია ამბობს, რომ 1000 წლეულების მანძილზე თავი დაზიანდა, ქვიშაში ის ნაწილი ხომ უფრო იყო გამოშვერილი. და დინასტიურ პერიოდში, დაახლოებით 4500 წლის წინ, უბრალოდ გარემონტეს და იმ დროინდელი ფარაონის, სავარაუდოდ ხაფრეს სახე მისცეს. საინტერესო არგუმენტია ისიც, რომ 4500 წლის წინ ხარის, ანუ კუროს ეპოქა იყო, ასტროლოგიურად. დიახ, კუროსი. ლოგიკურად იმ დროს ახალი მონუმენტი რომ აიგოთ ბუნიობის აღსანიშნავად, ალბათ ხარს დაამსგავსებდნენ და არა ლომს. ესეც ერთ-ერთი ასე თქვათ ირიბი მტკიცებულებაა. გასაგებია. გეოლოგია, ასტრონომია, კიდევ არის რამე, რასაც შეიძლება დავეყრდნოთ ამ ადრეულ დათარიღებაში? რამე უფრო მატერიალური. კი არის, ის ტაძარი, სფინქსთან ახლოს. უზარმაზარი მეგალითური სტრუქტურაა, ზოგი ბლოკი 100 ტონამდეა. და რა არის მასში გასაკუთრებული? ის რომ ეს გიგანტური კირქვის ბლოკები, რომლებიც ტაძრის ბირთვს ქმნის, უკვე ძლიერ ეროზირებული იყო, როდესაც მოგვიანებით გრანიტის ფილებით მოაპირკეთეს. ანუ ჯერ აშენდა, მერე საუკუნეები იდგა, ეროზია განიცადა და მერეღა დაფარეს გრანიტით. ზუსტად. თან გრანიტის ფილები ისეა გამოჭრილი და მორგებული, რომ კირქვის ბლოკების ეროზიისგან დატოვებულ უსწორნასწორო ზედაპირს იდეალურად იმეორებს. ეს თითქმის გამორიცხავს იმას, რომ ორივე ფენა ერთდროულად გაკეთდა. კირქვის ბირთვი გაცილებით ძველი ჩანს. და ეროზიის ტიპი ისევ წყლისას ჰყავს. დიახ, ისევ იმ უძველეს ნალექიან პერიოდს უკავშირდება, სავარაუდოდ. მოკლედ, ეს ყველაფერი ერთად გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ გიზას პლატო ბევრად უფრო რთული ამბავია, ვიდრე გვგონია. იქნებ დინასტიური ეგვიპტელები კი არიდნენ პირველი მშენებლები. არამედ მემკვიდრეები. რომლებმაც იპოვეს ეს ძველი სტრუქტურები და იპოვეს, განაახლეს, მოარგეს თავიანთ რწმენას. შესაძლოა პირამიდების საწყისი ბირთვებიც კი. ეს ყველაფერი შეიძლება იმ დაკარგული ადრეული ეპოქის კვალი იყოს. მაშ რას ნიშნავს ეს თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის? ეს თეორიები, ცხადია, ჯერ კიდევ ბევრ კითხვას აჩენს და დებატები გრძელდება, მაგრამ ხომ არ გვაფიქრებინებს, რომ ეგვიპტის ისტორიის ფარდის მიღმა კიდევ უფრო ძველი, განვითარებული ცივილიზაცია იმალება, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით. თუ თქვენს დაგაინტერესეთ ამ სიღრმისეულმა ანალიზმა და გსურთ, რომ მსგავს თემებზე კიდევ ვისაუბროთ, თხოვთ მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი.